საღამოშიდობისა მოგესალმებით ჩემო ძვირფასო ტელემაყურებლებო დღეს კვირა და თქვენ უყურებთ ყველაზე გასართობ გადაცემას ანეკდოტების შოუ ისეთი მაგარი სტუმრები მყავს მოკლედ დაიპყრეს მთელი სოციალური სივრცე ამ ორმა ახალგაზრდამ და თუ ვინ არიან ისინი ახლავე წარმოგიდგენთ და თავად დარწმუნდებით რომ ძალიან მაგარი ასე ვთქვათ ადამიანები გვეწვდნენ დღეს ანეკდოტების შოუში. ბატონები მირიან იაშაღაშვილი და ვაზგენ სუმბათიანი. მირიან იაშაღაშვილი და ვაზგენ სუმბათიანი საქართველოს ნაღდიშვილები არიან. დასრული უფლება აქვთ თქვან, რუსთაველი ჩვენიაო. რომ გკითხეთ, სომხეთ საქართველოს თამაში თუ ნახეთ თქო. თუ იპასუხეს, კი, საკაიფო იყო ჩვენება რომ ჩვენებს მოუგესო. შოუში ისე კარგად იმღერეს ქართულ სომხური სიმღერა. კიდევ ერთხელ დაამტკიცეს რომ ქართლოსი და ჰაოსი ძმები იყვნენ. მირიან იაშაღაშვილს ქართული სახელი და გვარი აქვს. ვაზგენ სუმბათიანს კი პირიქით. მოკლედ ბიჭები ისე ყვებიან ანეკდოტებს რომ ჩვენც ვიცინეთ და ჩვენმა მეზობლებმაც. ეს რუსთავი 2 და ანეკდოტების შოუ. ნუ ეძებთ პულს და გააგრძელეთ ტელევიზორის ყურება. ხო! აბა გამარჯობა, დავზადით, ესე იგი არ ვიცი რა, აი რა შვება ეს სოციალური წელი. კი ბატონო, სივრცე, რომ ესე იგი ჩვენ რა ვიცი, სადაც ჩავრთეთ, გადავრთეთ, აგერ ბატონო, ჩემო ბატონო, ეს ტელეფონი ახლაც კი აი ხა მინდა რომ ავსკროლო და აგერ ყველგან ახართ თქვენ. ყველგან. მიდი დოლი წამაიღე და მთელი ამბავი რა. გაგვეცანით ხალხო, ვინ ახართ? ის ერთი ამბავით კი ვაგზენ, მოდი დავიწყოთ შენგან. იმიტომ რომ მე მგონი მისი იდეა ხო მირიან ეს ყველაფერი. იდეა ჩემია. შენია? მაგრამ მე დაურეკე ვაზგენას უთხარი მოდი სიმღერა ჩავწერო და რაზე? ყავაზე მოდი რამე ჩვეულებრივი რაღაცა ჩავწეროთ. მე იფიქრა, კაი მოდი ჩავწეროთო. მოვიდა სტუდიაში ჩემთან და ეს სიმღერა გამოვიდა. ხო, მაგარი. მაგრამ რატომ აინც ყავაზე რა? იმიტომ რომ ჩვენ ყოველ დღეს ვსვავთ ყავას. არა, უფრო მარტივად გეტყვით. ესე იგი როგორ იყო რა? ჩვენ გვქონდა იდეა რომ გაგვეკეთებინა რაღაცა ესეთი იუმორისტული სიმღერა და შეგვექნა პერსონაჟი ასეთი, რომელიც ყველას მოეწონებოდა. ამავდროულად იდეა იყო ყავის, იმიტომ რომ მე ძალიან მიყვარს ყავა. დღეს ერთი 6 ჭიქა ყავას ავსვამ რა. აჰა. ნალექიანი უნალექო. აპარატის. აპარატის. ხო და იდეაში როგორ არის, ცით ანუ ეხა ეს ყავის სიმღერა ისე ჰიპ-ჰოპის სტილში, რეპის სტილში ძალიან კარგად ჟღერს, მაგრამ ჩვენ ხო იცით მაინც ხანარის სტუმარ მასპინძლობა ვიცით და დოლის გარეშე ვერ წავა ეს საქმე რა. ხო, რა თქმა უნდა. ხო და მოვიფიქრე რომ გავაკეთო სიმღერა, რომელიც დაიწყება რეპით, ანუ აი წაკითხვით, ხო? წაკითხვის შემდეგ შემოვა მისამღერი და ის მომენტი, რომელიც ყველას ააყენებს და აცეკვებს. კი ბატონო. მე მგონი ეგ გამოვიდა. ეგ გამოვიდა. იმიტომ დანჩენი სიტყვები მე მგონი არავის არ ისმის. ყველაზე მაგარი ეგ გამოვიდა. მაგრამ რა ხდება ეხა იცი? მთელი ამ თქვენი ისტორიის მთავარი ამბავი არის დღეს და რატო? იმიტომ რომ ჩვენი მაყურებელი, რუსთავი 2-ის მაყურებელი და რა თქმა უნდა ამ გადაცემის მაყურებელი პირველად მოისმენს სრულ ვერსიას, ხო მასია ამ სიმღერისას. და მადლობა ამისთვის და ეს უნდა დაგველოდოთ ჩემო ძვირფასებო, ჯერ ბიჭები თავის ისტორიებს მოყვებიან და გადაცემის ბოლოს თქვენ გელოდებათ პრემიერა, დოლი წამაიღე, როგორ არის ეგ ფრაზა? ალექს დოლი გააზრე წამაიღე. კარგი. მოდი ახლა მე უცებ მოგიყვებით ჩვენი დღევანდელი გადაცემის შესახებ. ეს თქვენ მეგობრები ხართ და შეჯიბრი დავარქვათ კი ბატონო იყოს, მაგრამ
აგიხსნით წესებს. დღევანდელი გადაცემის თემებია კახელები, მეგრელები, ოჯახი, ექიმები, სპორტი, სვანები, ნადირობა, იმერლები, მოგზაურობა. მოკლედ თქვენ გაქვთ მათ პლანშეტი, ხელი უნდა გაუსვას ერთ-ერთმა მონაწილემ, რომელსაც მე გეტყვით, რომელი თემაც ამოვა, იმ თემაზე ან ანეკდოტი, ან ისტორია და შიგადაშიგ მოვყვებით კიდე თქვენ ამბებს. 50 ლარი არის პირველი რაუნდი, მეორე 100 ლარი და მესამე 200 ლარი. ოხ ვაზგო. უკვე დაგაინტერესათ, ხო? უკვე გაია. ეხლა თქვენ მე როგორ მაინტერესებს. ესე იგი, მოდი მაშინ ვაზგე დაიმოკიდე ხელი და გაუსვი ხელი და ვნახოთ შენი თემა და რა მოვა. მანამდე კი მირიან მითხარი, საერთოდ სტუდია მაქვს თქვენ მითხარით და ღეროდით ადრე. კი, ადრე ანუ რეპის ჯგუფი მქონდა 73 კილომეტრი ადრე თავის დროზე. რა ერქვა? 73 კილომეტრი. რა უცნაური ადამიანები ხარ. ესე იგი, ჩემ მამიდაშვილთან ერთად ჯგუფში ვიყავით. იმას ერქვა კამო. მე მირიანი, კმ. და 73 თავის საყვარელი ციფრი იყო 7, ჩემი 3. იმიტომ აი 73 კილომეტრი. და თავის დროზე YouTube-ზე ბევრი ნახვები მქონდა, მაგრამ მე დაიშალეთ. ხო. მე გამახსენდა რომ შემიძლია რაღაცეების გაკეთება და ურეკე ვაზგენას. მე ისე პროფესიით? გადამღები ვარ. ანუ ოპერატორი. ოპერატორი ვარ, დიახ, ვიდეოგრაფი. ანუ მე მყავს აქ პოტენციური რეპერები, ესე ხო, მე ხშირად ვიღებ ქორწილებს სხვათა შორის. ხო, აი ნახე როგორი რეკლამა გააკეთა. ანუ ამით მუშაობ, ესე ვთქვათ. მაგრამ მიყვარს მუსიკა. ეხლა მით უმეტეს დაგიძახებენ, იმიტომ რომ უკვე ცნობილია შენი სახე და ვის არ უნდა რომ გადაუღოს ესეთ ბაცო. თან გადავიღო, თან ვიღებ. ხო, ბატონო. მოგზაურობა ამოვიდა, ვაზგენ და უნდა მოყვე რა. რამე ისტორია ან ანეკდოტი. ესე იგი, როგორ არის? სომხების ოჯახში ყოველთვის არის ანეკდოტები. ეგრე არ არის რა, რაღაცა სუფრა რო არის, ნარც, ზარს გააგორებენ ხოლმე და ერთმანეთს უყვებიან და ეხლა მეც ესეთი ანეკდოტი ბავშვობიდან მახსოვს. ესე იგი, სომეხი ჩადის მოსკოვის ზოოპარკში, უყურებს ყველაფერი უკვირს რა, ვა, იტყვის, ვა, ეს ნახე. თან შვილსაც ანახებს ეუბნება, ეტა ისო გდე uvidi შეუბნება რა. ხო და მივა გაივლის თუთიხუშის გალიასთან, ეს თუთიხუში სომხურად მიესალმება, ბარე ვონცეს ეუბნება. ხო, როგორ ახარო რა? ხო და ეს სომეხი ფიქრობს ეხა ეუბნება, ვა, ნახე ეგ რა თუთიყუშია. მოდი გერი წავიდეთ ზოოპარკის დირექტორთან, ვუთხრათ და ვიყიდოთ ეს თუთიყუში ყველას გაუკვირდება ერევანშიო რა. ხო და ეს დირექტორთან რომ მივა ეს დირექტორი ეუბნება, ეს ისეთი ჯიშის თუთიყუშია, მე ამას ვერ გავყიდი, მაგრამ ამის კვერცხებს გავერით. მარტივად გავყიდი. ეხა ფიქრობს, ეხა მე ხო ჩემთვის ვიყიდი და ძმაკაცებსაც წავე, ვაფშე შოქში ჩავარდები რა. ხო და იყიდის ამ კვერცხებს რამოდენიმე ცალს, აიღებს ერევანში, ყველა სუხარია, ვა, ნახე, ექსკლუზივ. ხო და ექსკლუზივ. მოდის დრო რო ჩიტები უნდა მოვიდნენ და არც ერთში ყველანაირი ჯიშის ჩიტი ამოდის, არც ერთში თუთიყუში არ არის. ეს გაბრაზებული სომეხი ჩადის ამ მოსკოვის სპეციალურად რა, პირველივე რეისით ეგრევე რა, მოსკოვის ზოოპარკში. რო დირექტორთან მივიდეს ეჩხუბოს. ისევ გამოდის ამ თუთიყუშის გალიასთან. ეს თუთიყუში გაბრაზებული ხა კვერცხები წართვეს რა. შე არა ნორმალურო, შე დებილო და მე რო ეგეთი ვარ, მე და შე ვიცითო და შე რო ბოზი ხარ, ყველა ეთელმა ერევანმა იცით. აბა, ვირია. ესე იგი მოგიყვებით ანეკდოტს. ესე იგი ცოლი ღალატობს ქმარს. მოგზაურობაზე. მოგზაურობაში ღალატობს. ხო და მივლინებიდან მოდის ცოტა ადრე ქმარი. და ეს ცოლი ღმერთს თხოვს. გთხოვ ღმერთო. ესე გააკეთე რომ არ დამინახოს, არ გაიგოს რომ უღალატე რა. ძალიან გთხოვ. ღმერთი ფიქრობს და კარგი, მაგრამ 2 წელში მოკდები. ცოლი ფიქრობს, კაი, თანახმა ვარ, მოკდები 2 წელში. და არ გაიგო ქმარმა, ყველაფერი გააკეთა, ეს არ გაიგო. ხო და გავიდა დრო
და ეს ქალი ის მოიგო პუტოვკა ლაინერზე, გემზე. ხო. და მიდის, უგახარებულია, ძალიან კაია იქით-აქეთ. უკვე დაჯდა ამ ლაინერზე, ამ გემზე მიდის, ძალიან კაია, კაი ჰაერია იქით და უცბად შეიცვალა ამინდი. დაიწყო შტორმი, სერიოზული შტორმი დაიწყო. აი ესე კანკა ხახი იქით-აქეთ. ვაიმე ეს ქალი ამბობს ვაიმე, ღმერთო, ეხლა ჩემს გამო ამდენი ხახი უნდა მოკდეს? ღმერთი ფიქრობს უყურებს. მე 2 წელი დამჭირო თქვენ ყველა ბოსები შეგიკრიათ ერთად. სასაული ადამიანი. მირიან, რა მიყვირს იცი ვაზგენ? შენ ხარ სომეხი? კი. შენ ქართველი. ხო, მაგრამ მე ეს უფრო კარგად ლაპარაკობს ქართულად ვიდრე შენ და ხო. შრანაირ, რატო? უცხოეთში ვცხოვრობდი ადრე. და ეხლა უცხოეთში ერევაში? არა, აბა საცხოვრებდი. უცხოეთში ვცხოვრობდი. ხო, გასაგები. და ვსწავლობ ქართულს, მოკლედ. მაგრამ ვერ ვისწავლე, აქცენტი მაქვს სასწავლი. ეს ახალი ჩამოსული ხარ. არა, მიახლოებით 13 წელი. მიახლოებით აქ ცხოვრობ. რა ვერ ისწავლე? მარტო ის ხო ისწავლე, მინდოლი წამაიღეო. ჩვენთან ოჯახში როგორ არის იცი? აბა. ჩვენთან ოჯახში ესე იგი ქართული ენა ხო როგორც ესეთი. ყველაზე მიღებული ენაა რა. ეხა სახში რო საუბრობ, მამაჩემიც ეხა თბილისელები რო ვართ, ინდა თუ არა ქართული ენა ყოველთვის, ნუ 3 ენა რა, ქართული, რუსული, სომხური, ეს და ყველა სომეხს მამას უნდა რომ ერთი დამატებითი მაინც ის ინგლისურიც იცოდეს რა, რამე რო იყოს რომ გადაარჩინოს სადმე რა. ხოდა? ხოდა. მე თვითონაც ძალიან მიყვარს თვითონ ქართული ენა, დავამთავრე ჯერ ქართული ბაღი, ქართული სკოლა და ჩავაბარე უნივერსიტეტში. ნუ საერთაშორისო ურთიერთობებზე და თან მუსიკალურ აკადემიაშიც. ამიტომაც ქართული, ანუ კი არ მიჭირს, მიყვარს და ერთ-ერთი ჩემი მშობლიური ენა. ხო, რა თქმა უნდა, აბა. აბა, მირიან, გავუსვი. ჩემი მოვიდა ჩემი დრო. აბა, ნახოთ. ახლა შენი დრო. რაც არის ხდება, რა ხდება? შო ნახე. ჰოპ. ასგე რა მითხარი? თქვენ სად გაიცათ? მოყვები? მოყვები, აგორა. აი თუ გახსოვს ახლა, მე ახლა ბებერი ვარ და მე მახსოვს. შენ ახალგაზრდა ხარ. ესე იგი, როგორც ყოველთვის ერთი სომეხი მეგობარია, ვინც ყველას ერთმანეთს აცნობს რა. როგორც ხდება, ხო. ხო. ერთხელაც მირეკავს ჩვენი ეს მეგობარი. მეუბნება, ეხლა ერთ კაცს უნდა შევხვდეო და ის გადამღებიაო და ჯერ არ ვიცნობო რა, კარგადო, ერთი რამოდენიმეჯერ ვარ ნამყოფი მაგასთან ერთად ქორწილშიო გადასაღებათო და თვითონაც გადაიღებს ოპერატორია? არა, ვასგო არა, იმ მეგობარი ჩვენი. ხო, მეგობარი. არა, ის ფოტოგრაფია. აჰა. ხო და ეხლა როგორ არის, იცი, რომ მოვედით. ნუ მითხრა სახელი გვარი, ეხლა მგონია რომ ესეთი სერიოზული ქართველი კაცი მოდის. ირიან იაშაღაშვილი მოდის. და მოდის. მანქანიდან ესეთი Nissan March-ი დგება. გამოდის ეს მირიანა და იძახის. შენ ახარ ვაზგენა. ეს უცხო ქართული მოვამზადე. გავიცნო კაცი. იმის მერე სულ ესე ვართ რა, აი სულ ერთად და ვართ და აი ერთი პრიკოლებში ვართ. ხო, ერთ სულ როგორც ხედავთ, სულ ესეთ იმაში ვართ, რა ქვია, სახუმარო სიტუაციებში და იდეაში სულ ეს ყოველ დღე ერთმანეთში კონტაქტი გვაქვს. იმ დღეიდან საერთო ენდა ვიპოვეთ და აბა რა, კი აგედან. აბა მიდი ოჯახზე უნდა დაიწყო. მიდი. ესე იგი ოჯახზე. ესე იგი პაპა დგება დილიდან. აღებს კარს, ხედავს შვილი დარბის იქით-აქეთ და რა ხდება? და უყურებს დროს და სკოლის დრო არის და სკოლაში რატომ არ ახარო? შვილი არა გავაცდინე და რა დამეზარა წასვლა. კაი, არა უშავს, წამოვჭამოთ. მიდიან ჭამეს. გავიდა დრო, წამო კაი ჰაერზე გავიდეთ, რა შვილს ეუბნება. კაი, პაპა, წავიდით. მიდიან ესე იგი პარკში არიან და პაპა ხედავს მასწავლებელს. და ეუბნება შვილს. მიდი დაიმალე, თორე მასწავლებლები დაგინახავს და ეს შვილი მბობს. პაპა, მიდი შენ დაიმალე, თორე მასწავლებელს უთხარი, რომ შენ მოკვდი.
თვითონ რო იცის მაგრამ აბავაზგენ მოყევი შენ ოჯახზე ესე იგი, ნუ ისევ იმ ჩემ ბავშვობას დაუბრუნდეთ. სანზონაში არის ესეთი კირპიჩკა, სადაც მართლა ეგრე ქვია რა. ხო და კირპიჩკა არის, სადაც ერთ ნახევარზე ესე ყველა არის, ანუ ყველა ეროვნება ცხოვრობს რა და ერთი სომეხი ოჯახი ეხა მიდის ქორწილში. აჰა. ხო და მიდის ქორწილში ეს ქმარი ხა ეუბნება რა, მაშინ ეთყობა მაგ დროს მე ბავშვი ვიყავ, ვერ ვიცი $100 კაი ფული იყო რა. ხო და ეხა $100 უნდა ვაჩუქო და რასაც დაინახავ გერც სუფრაზე ყველაფერი ჭამერო გერთ ამოვიღოთ რა ეს რა და ეხა მომისმინეგეთ ნაირა. თუ გეუბნით ამას ვერ შესჭამგევლით რა. ხვალზე ხარ. მაშინ წადი საპირფარეშოში ორი თითი მოიხმარე და მოდი ისე უნდა სჭამო რა. მიდიან ესენი ქორწილში მიდის მაგარი აი აი მიდის მაგარი ქორწილია რა ვაფშე აი მენა გაგანია მიდის ყველა ცეკვას უკვე ჭამეს აღარ უნდა ჭამო ეს ორი ზის არ ადგება რა აი მენა სულ მასში არიან ხო და ეხა ცოლი ეუბნება შოგორით კარენ აღარ შემიძლია კარენ ხო რა თუ მომკლავ აღარ შეჭამ გიჯი ხარ ხო გითხარი გერი წადი გერი ტუალში საქმე გააკეთე მოდი კიდე ჭამე შეკაი ადამიანო გეთ ორი თითის ადგილი რომ მქონდა აი იმ კიტრს შევჭამდიო საოცარი ხალხი ხართ. კაი, ეხლა რა მითხარი, ეს პირველი რაუნდი ამ ხუმრობაში დაამთავრდა. შენ თქვი რომ მუსიკალური დავამთავრებ, ხო? დიახ. ვოკალის განხრით? ნახეთ ფორტეპიანო უფრო. ანუ უკრავ ფორტეპიანო. ძალიან კარგად უკვე ვეღარ ვუკრავ. რატო? როგორ არის იცით? დაგავიწყდა. კი, წლების განმავლობაში დამავიწყდა ინსტრუმენტი, მაგრამ ეხლა რამოდენიმე თვე რო დავждე კი დაუკრავ. უფრო სიმღერა, ჩემი უფრო სიმღერა. იმიტომ რომ ბავშვობიდან აი ნუ ამ სიმღერების მუსიკებს ვინ უკრავს თქვენ რასაც წერთ? როგორ არის იცით? კომპიუტერზე აკეთებ? კი. ოჯახში ისე მუსიკოსი არავინ არ მყავდა რა. ხო და ერთადერთი ბიძა ჩემი წერდა ლექსებს და ასე შემდეგ, ისიც ქართულად. მართლა? ხო, დიახ, ქართულად. ხო და როგორ არის იცით? ზუსტად ესეთი მომღერალი მარტო ხო არ გახსოვს რამე ლექსი ბიძის? არა სამწუხაროდ, მაგრამ ჩემს სიმღერაში სამახსოვროდ ზუსტად ის რამოდენიმე სტროფი, რასაც მოვყვები ბოლოს და ანუ რასაც ამ სიმღერაში წარმოვთქვამ, მაგის დაწერილი არის ის ყველაზე ლამაზი სიტყვები, ხო? აი ხლა დღესაც უნდა იმღერო? დიახ, დღესაც უნდა ვიმღეროთ იქ. და აი სამახსოვროდ დამრჩა ამ სიმღერაში ეს სიტყვები, მე ჩემები დავამატე, ასე ვთქვათ. როგორც სიტყვიან გენეტიკა რა. კარგი, მოდი პირველი რაუნდისთვის თქვენ 50 ლარი იყო გასათამაშებელი და ხა სომეხს და ქართველს ხო არ გადავკიდებ ერთმანეთს ამის თანაძმობაა და ამ 50 ლარს გაგიყოფთ 25 ლარი შენ და 25 ლარი შენ. მადლობა. ეხლა კიდევ ერთხელ უნდა გაუსვა ხელი ვასგენ იმას რომ ნახოთ შემდეგი თემა. მირია, მოკლედ მითხარი, რას აპირებთ კიდევ რაღაც გეგმები გაქვთ ამ პოპულარობამ რამე მოიტანა იმის გარდა რომ ქუჩაში გცნობენ თუ ჯერ არ გცნობენ? ჯერ პირველ რიგში მადლობა რომ დაგვიძახეთ. ძალიან ჩვენთვის სასიამოვნოა. ჩვენ ეს აბსოლუტურად თქვენ ხართ დამნაშავე ამ ყველაფერში. ჩვენ ვაპირებთ რომ კიდე ერთი სიმღერა ჩავწეროთ იგივე სტილში და იმედია მოეწონება ხალხს. ჯერჯერობით ესა გვაქვს გეგმაში. და მე მეორე სიმღერაზეც კლიპი უნდა გადავიღოთ. ოღონდ მე არ ვიცი როგორ უნდა გავრეპო, თან გადავიღო. ამ ვიღაც მეგობარს უნდა ვთხოვე რომ გადაგვიღოს კლიპი. ხო, რა თქმა უნდა. აბა ისე არ გამოვა თან გარეპო თან. მაგრამ სხვათა შორის ჩემ ქორწილი მე თვითონ გადავიღე, მაგრამ მეგობრებები დამეხმარეს, მაგრამ ჩემ ცოლს მე თვითონ გადავიღე. შენი ქორწილი შენ თვითონ როგორ გადავიღე? იყო კადრები, სადაც მე გადავიღე ჩემ ცოლს. ხო, გასაგები. აბა ექიმები. ესე იგი შენ რაღაც ნამდვილ ამბებს ყვები ხოლმე. ესე იგი
ყველა სომეხს ყავს ერთი ნათესავი ვარკეთილში რა. ხოდა მაგარი ბიჭია მე როგორ არის იცით? ეს корпуსები რა ძველი ყველანაირი ხალხი ცხოვრობდა ეს ხუშოვკებს რო უწოდებენ რა, ეგეთ წოდებულ ხუშოვკებში ყველანაირი ხალხი ცხოვრობს. და მეზობელი მივა იქ ექიმი ქალია, ეტყვის რომ ისაო. ექიმი ქალი ეტყვის რომ თქვენს მეზობელს, გვერდითა მეზობელსო წამალი უნდაო და მიაწოდეო. ეს დაიტოვებს წამალს, მერე ეს მეორე მეზობელი ვისაც წამალი უნდა აიღო. ხო. ხდება ამ ექიმს და ბიჭო, შენი წამალი მივეციო იმას და ხო არ მოუციაო. არაო? არ ცოლს არ მოუციაო? ხო წამალზე არისო საუბარი. კარგი. აბა ექიმები. ესე იგი, მოდის პაციენტი ექიმთან. მეუბნება ესეთი პრობლემა აქვს რა, არ დგას. და ფეხზე უნდა იდგეს. დგას რა ვქნაო, საერთოდ რაღაცა მიშველი რამე. ეს ექიმი ფიქრობს. კაი, ეხლა მოგცემ წამალს ომეფაზოლი. ეს რა არის? ნუ შენ ნახავ. ქალი როდის მოდისო? რავი, დღეს 4 საათზეო. აჰა, შენ წამალი და ხვალ 3 საათზე. მოდი რომ ნუ ნახოთ როგორ იმოქმედო თუ არ იმოქმედაო. კარგიო. ეს იგი წავიდა ეს კაცი უკვე შემდეგ დღეს მოდის და ექიმი ეკითხება, აბა როგორ ჩაიარა ყველაფერი? ფანტასტიკური იყო. ეს რა გააკეთეთო? ძალიან დიდი მადლობა, ძალიან მომეწონა, აი ძალიან დიდი მადლობა და ეკითხება ეხლა ექიმი, ქალბატონი კმაყოფილი დარჩა? არ ვიცი, არ მოსულა. არ მოსულაო. და კიდე ერთი თუ შეიძლება. კიდე ერთი. ესე იგი გინეკოლოგის ოთახში რა. ქალი წევს, ნუ იქ სპეციალური ის არის და წევს რა. ეს ექიმი უყურებს ეს რა არისო? კაბატონს ეკითხა ეს რა არის? დღე არის თუ რა არის? სად არის შენი ქმარი ერთი? მოსწონს შენ ქმარსო? კი, მოსწონს. სად არის ერთი წამო ერთი? გააღებს კარგი. შემოდით აქ ერთი წამი. ეს რა არის? ეს მოგწონთ თქვენო? ეს ქალი ეს ჩემი ქმარი არ არისო. ვაი მიდი. კარგი, მიდი გავუსი ხელი ხაბარ. ესე იგი კიდე მაინც განციფრებული ვარ რა, როგორ კახელებია რა. მე კიდე? ხო. აბა რა შენ ხელი გავუსვი მე რატომ და მოვყვე? ზეთ გამოვიდა. სამი ანეკდოტე ზეთ მომივიდა. ესე იგი მიხოდა რაზევეთ. ესე იგი მარიუშვებს მიხო, მიდი კარტოფილი მოიტანი, იყიდე რა, სადმე რა მიქენი ისეთ, რა. მიდის ეს ნახევარი საათი არ არის, მიხო. 1 საათი არ არის, 2 საათი არ არის, უკვე ნერვიულობს ეს. მარი სად არის ერთი და უკვე არიღებს ყურმილს, რა ხდება თო? მომენატრა უკვე ჩემი ქმარი და მე ურეკავენ პოლიციიდან, სამწუხაროდ მიხო მოკდა. პანიკაშია, რაღაც ტირილი, მთელი ამბები, მეზობლები, იქით-აქეთ რა ხდება? ანუ ძალიან ცუდად არის ეს ქალი და არ და კარტოფილზე გაუშვა ქმარი და რა ქნას ახლა. მოდის მეზობელი რომ დაამშვიდოს, არის ნერვიულო ყველაფერი იგზა რაღაცა იქით-აქეთ და ახლა ეს მეზობელი ეკითხება, რა უნდა ქნა? რავი, წავა ბრინჯს გავაკეთებ. საოცრად ყვება. აბავაზგი. ესე იგი, რადგან ყახელებზეა, მე მაპატიეთ. ესე იგი, მიხოდა მარო ქუჩაში სეირნობენ და ტურისტები ჩამოვიდნენ რა. ეთყობა ლაგოდეხში ხდება ეს ყველაფერი რა, იმიტომ რომ იქ ყავს ნათესავები და იქიდანაც მოდის თან ღვინოც მოდის ხოლმე რა. სეირნობენ. ხო და ეს
ტურისტები ჩამოდიან ავტობუსიდან ესე უბნევა ეხა რომ ისაო. ანუ შენ ეხა ნამდვილ ამბავს ყვები? არა, ეხა უკვე ანეკდოტია. ჩამოდიან ავტობუსიდან, ეს ამერიკელი ეხა ხო არის ის გზა. არის სადაც წავიდეს რა უნდა ანახოს. და ინახავს ეს მიხო სერიოზული სახით მოდის, ცოლი რაღაცას უყვება. მოდის ეკითხება, please show me the way ეუბნევა. ეს მიხო უყურებს გამწუხებული ცოლს უყურებს, ამას უყურებს, არაფერი არის მის რა ინგლისური, რის ინგლისური. ხო და მე ეს ამერიკელი ხა ფიქრობს რა დაროგა this რაღაცა რა ენაც იცის ყველა ენაზე ეუბნევა რა ეს მიხო ერთ ენაზე ვერ პასუხობს რა შანსი არ არის არაფერი არ იცის ხო და ეს ამერიკელი გაბრაზებული თავის ტურისტებს უბრუნდება ეს ცოლი ხა მიხოს ეჩხუბება რა ეუბნება გეუბნეოდი ერთი უცხო ენა გესწავლა რომ ასად დაგჭირდაო რა და ეს მიხოეუნება ამან 10 იცოდა და რამე გაგებინა ანუ ესე იგი შენგი წერან რა ისტორიაც მოყვევი რომ ყველა სომეხსო უნდა ერთი დამატებით ინგლისური უნდა იცოდესო აბა რა ეს შემთხვევა შენთან არის იცი ინგლისური კი რასაკვირველია ვიცი ვინ არის საქმიდან ხო არ ეკავენ გეყოფა ამდენი სომხებზე მოყოლა ეთყობა მომხდება რა მაგრამ რა კარგი ორი რაუნდის ჯამში კარგად მივდივართ გადასარევია 100 ლარი იყო და 100 ლარსაც გაგიყოფთ 50 შენ ეხლა მთავარი თემაა რა სანამ კიდე მთავარი სიმღერა შესრულდება საპრემიერო ვერსია ის საპრემიერო ვერსია კი არა საერთოდ სრული ვერსია პრემიერა შედგება სრული ვერსიის თავისუფალ თემაში რაც შეგიძლიათ ის უნდა მოყვეთ ბიჭებო რასაც თვლით რომ კარგია მაგარია და კარგი ისტორია შეიძლება პირადი ისტორია არ ვიცი ერთი რა მითხარი ბიძა ლექსებს წერდა და ქართულად როგორ არ დაგამახსოვდა ბიჭო როგორ არის იცით ძალიან ერიდებოდა ხოლმე რა მაგრამ რეალურად ხო რეალურად ძალიან ბევრი ლექსი აქვს ბიძა ჩემს თავის წიგნაკებში თავის როგორ თქვათ ესეთ ბიბლიოთეკაში ხო მაგრამ სამწუხაროდ არავის არ გვაკითხებინებდა და იმის მერე რაც სამწუხაროდ გარდაიცვალა ხო რამოდენიმეჯერ კი ვთხოვე მაგრამ აი როგორც სიტყვიან ხელები ვერ მივიწვდა რომ ამეღო წამეკითხა და რაღაცებს ცოტას რო დალევდა ხოლმე თვითონ ეხლა სად არის ის ხელნაწერები სახში მაგათთან სახში წამოიღე წაიკითხე სიმღერებს თუ წერ იქნება გამოგადგეს აი მაგას ფიქრობდი ზუსტად იქნება და აი მეორე სიმღერაც რო იქნება იდეაში რო რაც გვაქვს კიდე იქაც რამოდენიმე სტროფი ისევ მაგ კაცის ლექსებიდან იქნება ანუ ნაწერებიდან იქნება რავი მე დავიწყებ მირიან თუ შენ დაიწყებ შენ დაიწყე ბარე მაწყვები და დაიწყე ესე იგი რადგანაც ბიძაჩემზე წავიდა საუბარი კი ბატონო ბიძაჩემს ესეთი კაცი იყო რა თან ხო ცოტა მორცხვი იყო მაგრამ თავის ოჯახში რა თავის სახში მაგრამ თუ ყვარდა ხოლმე ხუმრობები და ეხლა მე ზუსტად დღემდე არ ვიცი ეს ხუმრობდა თუ არ ხუმრობდა მაგრამ მე მეფე ვარო იძახდა რა მეფე ვარო ხო მე მეფე ვარო რა არცად არ უმუშავია ისე რო გითხრათ რომ ნორმალურად სადმე ემუშავას არც არაფერი და ყოველთვის უმართლებდა ამ კაცს რა ყველაფერში რა აი არასოდეს არაფერი არ უჭირდა ყოველთვის უმართლებდა რა იურა ყველას მოსწონდა და იურასთვის იყო ყველაფერი მოსული აჰა ეხა როგორ არის ხო აქეთ როგორც მოგიყევით კირპიჩკა მეთქი აქეთ მუხიანი აქეთ ეს ის და ეხა ყველასთან იძახის რა ვიღაცა რაღაცას რო ეკითხება იურა ის რატო არ იმაშვებიო რატო არ გინდა რომ რაღაცა საქმე წამოიწყო ან რატო არ გინდა რომ იმუშაო მეფე ვარო და მე ვიცი რა მე ჩემი საქმისო ვიცი და მთელი ბავშვობა ეს გვესმის ერთხელაც ერთმა ეტყობა აწყენინა რაღაცა რა ამაზე ხუმრობაზე რაღაცა აწყენინა ავდივართ ეხა სახში მაგათთან ეს არის ეტყობა 1-2002 წელი რა ესე ეტყობა ხო რო ყვევი ეს მეცესე ხო რა აი რაღაც ესეთი წლებია რა მე ძალიან პატარა ვარ პირველად მეორე კლასში ვარ და ახალი ვიდეო მაგნიტოფონი აქვს ნაყიდი აი ახალი რა კასეტა აი დიდი ძველი დიდი ტელევიზორები თუ გახსოვთ ვინმე აი რუსულად ქვია ჟიტკა კრისტალიჩესკი ხო და
ზის, აი დიდი კრესლო დევს, ძალიან დიდი კრესლო დევს შუაში, აი ძალიან დიდი ტელევიზორი დევს და ხედავ ძაღლი გამორბის. ძაღლი გამორბის, ეხლა ვეკითხები რომ ძია, რა ხდება რა? და უკვე მე კი არ მიყვირს რომ ამა ჩემს უყვირს ეხლა რომ იურა ეს რა ხდება აქო და თქვენ ხო არ აგჯეროდათ რომ მეფე ვარო. დაჯდა, ეუბნება ეხლა ამ ძაღლს, ბობი, მოდი აქა. ეს ძაღლი შვიდად მივიდა, ამან ხელი დაადო. ცოლს ეუბნება, ერთი ყავა მომიმზადე, მომიტანეო. კაკრას ხო და სიმღერაზე გაგახსნა. ხო, ეს ყავაც მოუტანეს. ეხლაც არ აგჯერათ გერეთ რომ მე მეფე ვარო. ხო გავს რომ მეფე ვარო. ამიტომაც გერით ქვეყანაზე იბადება ადამიანი. 1000 სულელი და ერთი ჭკვიანი. გასაგებია, კარგია. და აი ეს ტექსტიც ჩადი ამ სიმღერაში. შენც იგივე სხვა არ მოყვები, თუ სხვა რამეს მოყვები? არა, სხვა რაღაცა მინდა მოყვეთ, ნამდვილი ისტორია, სამეგრელოშია. ესე იგი, შეკვეთა შემოვიდა ქორწილია გადასახები 15 თებერვალს, ზამთარი. ხო, მარტო მეზარებოდა წასვლა თბილისიდან იქ ზუგდიდში რა. მეთქი ვინმე მეგობარს ავიყვან და ერთად წავიდეთ, რომ კუჩიდან არ ვიყოთ რა. დაურეკე ასლანას. მოდი, წამო. საერთოდ არაფერი შუაში არის გადაღებასთან. ასლანაო, ისე თქვი, ეუბნება ყველა ვიცი ფინალია. კაი, წამოვიდეთ, წავიდეთ. ისიმ სომეხი მეგობარი ძმა ყველას ერთმანეთს რო აცნობს და თავისი ძმას გააცნობა. იყოს რა კაი კაციო. ხო და მივდივართ ერთად, გადავიღეთ ქორწილი, ყველაფერი რიგზეა, დავამთავრეთ მიახლოებით 12 საათზე, 11 საათზე. და თან ახალი ნაყიდი მანქანა ყავს, Ford Escape, რაღაც იქით კარგად მიდის, კარგად წავიდა. ესე იგი დავამთავრეთ ქორწილი, მივდივართ მიახლოებით 30 კილომეტრი გავიარე, ზუგდიდ უკვე გავწვდით, სადღაც ტყეში ვარ, რაღაც პირდაპირ გზა სადღაც ის არის და მივდივარ რა 80-ით მივდივარ 90-ით მივდივარ და მივდივარ გაზ ვაჭერე. სად არის გაზი? გაზი არ არის, პედალი გაზი ჩავარდა. მეთქი რა ხდება მამაო და ესე იგი მივდივარ გავაჩერე. ვასთანა იყო გული. ხო და გავაჩერე მანქანა, ხედავ გაზის პედალი გაწყდა. საერთოდ გაწვა მეთქი რა ხდება. დაურეკე მეგობრებს რა გავაკეთე, ევაკუატორს უნდა დაურეკო. ვურეკავ ევაკუატორში კებს და არ გცალია იქით აქეთ. რა გავაკეთო, არავინ არ მეუბნება რაღაც ის მანქანებში ისე არ ვერკვევი და ერთი ევაკუატორში დაურეკე, ამბობს რომ დილას 8 საათზე თბილისიდან წამოვალ და აგიყვან ზუგდიდში უკან წაგიყვანო. მეთქი კარგი. ესე იგი ზამთარია და ცივა. ვქოქავ მანქანას, ცოტა ვცხელდებით, ვიჯინებთ გაცივდა თიშავ მანქანას რა და სულ ეს მთელი ღამე ესე მოგვივიდა მე და ასლანას ერთმანეთს ვეხუტებოდით მანქანაში რა რომ გამთბარიყავით. ხო ესე იგი მოვიდა ევაკუატორში 8 საათზე წაგვიყვანა დაშილებში იქ ზუგდიდში და ვეკითხები არის ესეთი ტროსი პედალის გაზის ტროსი არაო არა გვაქვს საერთოდ მაგრამ აი ძალიან მიყვარს მეგრელები და არ დაანება თავი წავიდა ვიღაცა ნათესავებს ერთი 5-6 ნათესავი შვიდნად მოიყვანა რაღაცა ბევრი ტროსებიდან ერთი ტროსი გამიკეთეს მოკლედ რა თვითონ რაღაცები მოიფიქრეს რა ძალიან დიდი მადლობას ვუხდი და გამიკეთეს მოკლედ ეს ტროსი და მივდივართ ესე იგი ლამაზად ყველაფერი რიგზე მივდივარ მოვედი უკვე სახთან ვაჩერებ მანქანას პედალის გაზი კიდე გაწყდა იმი რას გულისხმობ რომ იქიდან მთელი გზა ვიყო და პირდაპირ სახლამდე მივედი იმის მერე მანქანაში მაქვს ტროსი რომელიც მატორთან მაგ და ეს ხელზე დავდივარ ზოგჯერ. კარგი. გადასარევი ბიჭებო, თქვენი სტუმრობისთვის დიდი მადლობა და ეხა ეს ჩვენი მაყურებელი ელოდება იმ სიმღერას. ეს 200 ლარი რაც იყო გაგიყოფთ ამასაც, ასშენაც შენ. წარმატებებს გისურვებთ. ფაქტია რომ ამ ბიძაშენის სიტყვებმა მოგიტანა პოპულარობა, რომელიც სიმღერაში გამოიყენეთ ორივეს და მოკლედ ჩვენ გემშვიდობებით და გიტოვებთ ამ სიმღერის სრულ ვერსიას და პრემიერას ჩვენს ეთერში. ჩვენ შევხვდებით კვირას რა თქმა უნდა რუსთავი ოდში. მიდიამ პროდაქშენი წარმოგიდგენ. ყველაზე გლობალური ტრეკია საქართველოში ათიბიატ ბიჩები.
ერთი ფიჭანი ყავა მოგიმატებს დრაივ დღეს ის ყველაფერს ახალი ნიშნული და დაიწყებს ჭირდება ერთი ჩაიდანი ფიჭანი და ყავა და გულის წემენება მაღალი სიჩქარე წავა მოდი დავადგათ გაზზე და ნუ გამკითხავ რაზე და თუ არ გევასება გადადეკი იქ გზაზე არ დავანებებ ყავას შენ მასწავლე ამას მე მაინც დაუჯერე ჩემი სულიდნები თავას მოდი პატიჟებ ყავის ხამესე ახალ ამბებს მოგიყვები და მოგახსენე ჩემო პროტეჟეო ყავის მერე ახალ მარჯებს და გახვედრებ და გაგიგეთე ჩვენ ცოტა სხვან არის სტუმარ მასპინძლობა ვიცით так что ცოტა ესეთია ჩვენებული ალექს დოლი გააძრე წამაიღეთი რაფატა დუფატა ქვეყანაზე იბადება ადამიანი ათასი სულელი და ერთი ჭკვიანი ქვეყანაზე იბადება ადამიანი ათასი სულელი და ერთი ჭკვიანი ასე იყო ასე არის ასე იქნება ასეთია ჩემო კარგო ჩვენი ცხოვრება ასე იყო ასე არის ასე იქნება ასეთია ჩემო კარგო ჩვენი ცხოვრება ერთი წამეთ ეს ხო ყავის სიმღერა იყო ამიტომ ეხლა უნდა ავიღოთ ერთი კოზი ყავა ერთი კოზი შაქარი და ცოტა წყალი და გავაგრძელოთ მე დაგხვდები ყავით ხელში გულის დარდებს მოგიყავები დაცარსულსას გაგიხსენებავ ეხლა ოღონდ ყავები ისევ შენთან ერთად ვზივარ ყავით მაინც მიმასპინძლე ყავით მაინც მიმასპინძლება გულათი წავიღო რატომ გინდა რომ დამტოვო უშენობა რა ამივსებს ყავა მაინც დამამშვიდებს ან ნახი კარტიამდე მიმიყვანს და რადგანაც შენ წახვედი ჩემი გულის დამშვიდება მხოლოდ ყავას შეუძლია მოდი პატიჟებ ყავის ხამესე ახალ ამბებს მოგიყვები და მოგახსენე ჩემო პროტეჟეო ყავის მერე ახალ მარჯებს და გახვედრებ და გაგიგეთე